ისტორიკოს გოჩა საითაძეს მინდა დაუსვა შეკითხვა არა იმდენად ივანიშვილის საპასუხოდ ჩვენ უსმენთ ძალიან საინტერესო სიუჟეტს რომლის ღერძიც იყო მოსაზრებები რომელიც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს ეკუთვნის ბევრი რამ ძალიან ღრმად გულში და გონებაში ჩამწნომი იყო თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა რომელიც მან თქვა რომ ჩვენ ვერ ჩავიკეტებით და ქართული კულტურა ზოგადად ჩაკეტილობის კულტურა არასოდეს ყოფილა. დღეს ეს ხალხის საზოგადოებას არწმუნებს, რომ თურმე ქართული კონსერვატიზმის პერსპექტივიდან ჩაკეტილობა არის ქვეყნის სუვერენიტეტის და კულტურული იდენტობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება. სხვა საქმეა, რომ ეს აბსოლუტური სიმულაკრეა სინამდვილეში რუსკი მირის ნაწილად ქცევას გულისხმობს სინამდვილეში, მაგრამ რაიმდ როგორ ვესაუბროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელთაც მართლა შეტკივათ გული ჩვენი ქვეყნის წარსულზე, რომელთაც მართლა სურთ, რომ ჩვენი მართლმადიდებელი კულტურული მემკვიდრეობა შენარჩუნებული იყოს, არ გავითქვიფოთ სხვა ერებსა და საზოგადოებებში დავიცვათ ტრადიციული ცხოვრების წესი და ასე შემდეგ და რომელთა გონებაც რუსული ჰიბრიდული ომით იმდენად არის დაბანგული, რომ მტრისა და მოყურის გარჩევა უჭირთ. ბატონ გოჩი, ყოფილა ასეთი შემთხვევები საქართველოს ისტორიაში? მოგესალმებით ბატონ გიორგი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყოფილა, როგორ არ ყოფილა? ყოფილა ჩვენ ისტორიულად სულ დასავლური მიმართულებით მივდიოდით. აი ესეთნაირად დავირჩიეთ თითქოს რა. ყოველ შემთხვევაში თან შორს არ წავიდეთ, ძალიან შორს არ წავიდეთ. აი ქრისტიანობის მერე. ქრისტიანობაც ავირჩიეთ სახელმწიფო რელიგიად, იმიტომ რომ რომში იყო და დასავლური ცივილიზაციასკენ გვინდა და ცივილიზაციისკენ გსურდა სწრაფვა. ხო, და აი ეს პერიოდი შუა საუკუნეებს რო უწოდებენ. წარმოიდგინეთ, აი მაშინ ჩვენ იმდენად ახლოს მივედით იმ ცივილიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ არანაკლები ცივილიზაციები იყო მეორე მხარეს, აღმოსავლურში ახლა ჩვენს ტელემაყურებლებს თუ შევახსენოთ, აქეთ იყო ზოროასტრული ჯერ სასანიანთა ირანი, მერე უდიდესი კულტურის მქონე არაბეთის სახალიფო, ასევე ისლამური, მაგრამ ჩვენ აი ეს ვექტორი რო ავირჩიეთ, რომელიც რომის შემდეგ ბიზანტიის მხარე იყო. მივხვებოდით ამას ერთგვარად, ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავდა. პირველი ის, რომ ჩვენთვის უფრო მისაღები როგორც ჩანს ეს აღმოჩნდა ჩვენი მენტალიტეტისთვის და მეორეც ის, რომ ის შედარებით ცოტა შორს იყო და ნაკლები ხიფათიც იყო მათგან მოსალოდნელი, როცა პატარა ერია შედარებით მეტი ხიფათია გაქრობისაც მათ შორის. უფრო ღრმა პოლიტიკური გავლენების. ხო და აქედან გამომდინარე იმ პერიოდში ჩვენი აი ეს მიმართულება რომ ავირჩიეთ ჩვენ ეს ვექტორი, ამის კულმინაცია იყო სწორედ მე-11-მე-12 საუკუნეების ამბები დავითის და თამარის საქართველოს. რა თქმა უნდა, მაშინ ფეოდალიზმი იყო იმ დემოკრატიის იმ ფორმით, რომელიც შემდგომში დამკვიდრდა დასავლურ სამყაროში, ან ძველად იყო ათენში, ან თუ რომში თავის დროზე, ის არ გამოდიოდა, მაგრამ სამართლიანი მონარქია და რაც მთავარია, კულმინაცია, მე ყოველთვის ვამბობ, რომ რენესანსის წინარე რენესანსის თხზულება ნამდვილად არის შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. აი ეს იყო კულმინაცია, ჩვენ მივახციეთ მწვერვალს სწორედ დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობით, ყველაფერი შევისრუტეთ და აი ეს რომ იყო ამოვანთხიეთ რომ იტყვია ვეფხისტყაოსანში, იმიტომ რომ ეს იყო სწორედ იმ ფასეულობებზე დაფუძნებული ქრისტიანულ და ძველი ბერძნული ფილოსოფიის ნაზავი შეზრდილი ქართულ სინამდვილესთან. აი ეს მივიღეთ ჩვენ მაშინ. ანუ ჩვენ აბსოლუტურად ფეხადმული ვიყავით, პარალელურ რეჟიმში მივყვებოდით ყველანაირ მონაპოვარს. გარკვეული ტენდენციებით რაღაც ეტაპზე უცნობი. დიახ, ამას ვერ ფორმირდა შემდგომ. დიახ, იმიტომ რომ თამამად შეგვიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ის რაც მე წინარე რენესანსულად ითვლება იქ დანტე, პეტრარკა და სხვები, ეს წინუსწრებდა ამ ყველაფერს. ანუ რენესანსი რაც დაიწყო შემდგომ დასავლურ სამყაროში, იტალიაში და გავრცელდა მთელ ევროპაში, წინარე რენესანსად შეგვიძლია ეს ჩავთვალოთ. უბრალოდ ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ მე მოვუწყდით ამ სისტემას, იმიტომ რადგანაც აბრეშუმის გზა, რომელზეც ჩვენ მდებარეობდით,
მე-15 საუკუნეში გაუქმდა რეალურად. ის სამყარო განვითარდა. ჩვენ ვიყავით ამ სახმელეთო გზის ერთ-ერთი განშტოება. ჩვენზე გადიოდა, ამიტომ მოდიოდა ის შორეული დამხრობლები, რომაელები თუ სხვები რა უნდოდა და საბრეშუმის გზის კონტროლი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც მე-15 საუკუნეში სახმელეთო გზა გაუქმდა და საზღვაო გზები იპოვეს ესპანელებმა, პორტუგალებმა, სხვებმა, ინდოეთსა და ჩინეთამდე მისასვლელი აბრეშუმის დიდი გზის, რომელზეც სახმელეთო გზაზე ჩვენც ვიყავით როგორც სატრანზიტო ქვეყანა. შესაბამისად მნიშვნელობა დაკარგა. ამას შემდეგ უკვე ოტომანთა იმპერია დაემატა და შემდეგ უკვე რუსეთის იმპერია აღმოჩნდა ერთადერთი გზა ისევ ევროპისკენ. რუსეთიც გავჭრათ პანჯარაიმ პეტრე პირველის ნათქვამი. რა განსხვავებაა დღეს? ხო, დღეს ის განსხვავებაა, რომ აი ის ჩიხიდან ცდილობთ გამოსვლას. აი წარმოიდგინეთ, მე-15 საუკუნეში რომ ჩვენ ჩიხში ამოვყავით თავი, მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში, ანუ იქ განვითარდა რენესანსი, პროტესტანტული რეფორმაცია მოხდა, სადაც ეკლესია და სახელმწიფო მკვეთრად თანდათან წვალებით, მაგრამ გაიყო პაპების ეს უზარმაზარი თავისი ინდულგენცია ყველაფრიანა, ეს მადა შეუკვეცეს და მათ თავის საქმე აქვს იქ ეკლესიას და აქეთ თავის ესე მკვეთრად გაიყო პრინციპი სახელმწიფოში აღარ ერევიან არც კათოლიკური არც პროტესტანტული რენესანსი ჰუმანიზმი წიგნითა განათლება ეს ყველაფერი იქ განვითარდა ის რომ ბოლო-ბოლო დამტკიცა რომ დედამიწა მრგვალია და ყველაფერი სხვა ამასთან ერთად მაგრამ ჩვენ ხო ვერ მივყევით ამ პროცესებს ამიტომ ჩვენ სოფლიომ დაგვივიწყა ესე იგი 5 საუკუნე და ისტორიულად 5 საუკუნე კი ზოგადად როგორ არ არის მაგრამ ნუ ისე ვამბობთ ხოლმე ხო მე-4 მე-10 საუკუნეში რაღაც აი ესე იყო მე-15 და მე-20 საუკუნის ბოლომდე ჩვენ საერთაშორისო ფუნქცია აღარ ქონდა. ამიტომ რადგან მოვეკეცით ჩიხში დავიშალეთ სამეფო სამთავროებად, მე ეს დაშლილი სამეფო სამთავროები რუსეთმა დაიპყრო სათითაოდ. მე ცოტა ესე იგი აი ცოტა მოგვიყვანეს გონზე ჩვენმა ცოტა და კი არა ეს რო არ შეცვლილიყო სულ ამას ვამბობ ბატონ გიორგი ჩვენი თერგდალეულების ის უზარმაზარი ღვაწლი როდესაც მათ ცადეს და პრინციპში განახორციელეს კიდევაც მათი თაოსნობით ჩვენი საზოგადოება თანდათან დაუახლოვდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში დასავლური მიღწევების და ცივილიზაციების ნაკადს თითქოს შევერიეთ. ილიას განსაკუთრებით ნიკო ნიკოლაძე და ილიას ნიკოლაძე ბუმბე და მე კომუნისტურმა პერიოდმა ჩვენ ისევ სტაგნაციაში მოგვაქცია, აბსოლუტურ სტაგნაციაში. აი ეხლა სულ ამბობ ხოლმე რომ ვართ უნიკალურ სიტუაციაში. აბსოლუტურად ამდაგვარი რა საქართველოს ისტორიაში არ გქონია როგორ დღეს გვაქვს და რა მოხდა. როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ 91 წლის 9 აპრილს ხო? ამის შემდეგ დაიწყო მცდელობა რომ და პრინციპში პირველად ვართ რა ასეთ სიტუაციაში რამდენი 34 წელი შესრულდა 9 აპრილსაც დამოუკიდებლობა როდესაც გაიზარდა ანუ და გვაქვს ოფიციალურად დემოკრატიული რესპუბლიკა ესე იგი რესპუბლიკის როდესაც დაიბადა და გაიზარდა დემოკრატიულ სამყაროში დაბადებული თაობა ანუ დაიბადა გაიზარდა აღიზარდა მოქალაქედ იქცა შესაბამისად ხმის მიცემის უფლებით სრული ანუ პოლიტიკური მოქალაქე გახდა. თავისი აზროვნებით 18-21 წლებში ცხადია. ვერ მოესწრო. აი ის რომელიც ჩვენ ამზადებდა ეს თერგდალეულების თაობა რომ მოქალაქე ჩამოყალიბებულიყო, გარკვეულწილად ჩამოაყალიბა, მაგრამ იმდენად სწრაფად გადაიკეტა ეს ყველაფერი და იყო ბრძოლა ამის რა თქმა უნდა ამის დასაბრუნებლად, მაგრამ იმ სამწუხარო პერიოდში არ გამოვიდა. აი თქვენ ერთად ვადევნებდით ჩვენი თვალს თიკო ერაძის სიუჟეტს და ამის დევნებაც არ არის საჭირო, თუნდაც გასული კვირის საინფორმაციო ველს რომ მივადევნო თვალი, ნახავთ თელ რიგს ქმედებებისას, რომელიც არ ჯდება არათუ რაღაცა ქართული ცივილიზაციის, ქართული იდენტობის, არამედ ადამიანობის ფარგლებში. ამის ეს ყველაზე ყვირალა მაგალითი იყო დემონსტრაციულად ფეხმძიმე დედასთან შეჭრა დილის 8 საათზე და ის სურათი რაც ვნახეთ, ხო? შეუძლებელია ეს ხალხი ვერ ხვდებოდეს რას აკეთებს. მე უბრალოდ მგონია ზუსტად რომ ხვდებიან კიდეც მიზანსაც ეს წარმოადგენს, რომ ამას კონდეს სხვებისთვის დავარქვათ ამას მსუსხავი ეფექტი იმ გაგებით რომ ხალხმა დაიწყოს ფიქრი იმაზე რომ ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან და მოდი კარგი მე ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვარ მაგრამ ჩემი შვილები ასეთი დარტყმის ქვეშ არ დავაყენო რა ხდება დღევანდელ საქართველოში რომელსაც უკვე 34 წლიანი როგორც თქვენ აღნიშნეთ დამოუკიდებლობის ისტორია აქვს ბევრი დიდი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისთვის და მათ შორის დემოკრატიისთვისაც, სადაც სულ ჰქონდა პრობლემები და აი ეს მოსეს 40 წლიან ფაზის ბოლოში ვართ გასულები, რა შანსებია იმის, რომ ჩვენ ეს მონაპოვარი
დავკარგოთ მათ შორის ქართველებისავე მონაწილეობით. იცით როგორ არის, ეხლა არის გადამწყვეტი ბრძოლა, მე ამას დავარქვი ფასეულობათა ომი. აი წეღარ ვსაუბრობდი, ზუსტად აი ამის კულმინაციაა. პირველი ფასეულობათა შეჯახება, მეტიც ფასეულობათა ომი არის ეხლა ჩვენთან დემოკრატიასა და ტირანიას შორის. აი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება თითქმის ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენ არ დავივიწყოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, აღიზარდნენ, ისინი ჩვენს გვერდით არიან. ყველამ ვერ მოახერხა. ახლა ჩვენც იქა ვართ დაბადებულები, წადეთ, ვიწვალეთ, რამდენი რამე გავიარეთ თუ და ჩვენ ინდივიდებმა და ჩვენ თავში რაღაცები გადავხარჯეთ, რამდენჯერ შეიცვალა ჩვენი აზროვნების ტიპი, ხო, რამდენი წვალებით მოვედით აქამდე. ჩვენ ძალიან ნატანჯით ვართ. ძალიან ნატანჯით ვართ, მაგრამ ბევრს ამაზე არც უფიქრია და არც უწვალია. ანუ ის საბჭოთა კავშირში ხო რა იყო? იგივე ის რუსეთის იმპერია იყო, რუსეთის იმპერიის მოდერნიზებული ფორმა, ხო? სადაც ადამიანის ფიქრს და აზროვნებას არ ითხოვდნენ. სადაც ფიქრი, საკუთარი აზრის ქონა არ ითვლებოდა კარგ ტონად. ამის გამო ის თეთრი ყვავი ისე იყო იმ საზოგადოებაში. ამიტომ ჩამოყალიბდა ადამიანის ასე ვთქვათ, საერთოდ ტოტალიტარულ რეჟიმებში ყველგან ასეა. ვიღაც ფიქრობს ზევით, ვერტიკალში და კომუნისტურ პარტიაში ასე იყო და მე დანარჩენი მიყვება ერთი ზევით. ანუ ფიქრი არ არის. აი ეს უფიქრალობა და ოფიქრებლობა არის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის პრობლემა. შესაბამისად სამწუხაროდ ეს უნდა აღნიშნოთ, საკმაოდ იმდენიც აღარ არის. მათ შორის ამ პროპაგანდისტური სალაფავის კრიტიკული ფილტრის გარეშე მიიღებაც და ასე შემდეგ. და ამას ხელს უწყობს, იმიტომ რომ მიმღებლობა არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, არის ეს მიმღებლობა, რომ ურჩევნია თვითონ არ იფიქროს, ვიღაცა მიფიქროს, ეს იმის ასე ვთქვათ, ნაფიქრალით მოქმედებს და მერე თანდათანობით ხანგრძლივი პროპაგანდა ეგაა ზუსტად ხანგრძლივი პროპაგანდით, ასე გააშტერა გებელსმა ჭკვიანი გერმანელები თავის დროზე. ანუ ამ პროპაგანდით ის მერე თვითონ ფიქრობს, რომ ეს არის მისი საკუთარი აზრი და შეიძლება ისე გაუჯდება თავში, რასაც ზევიდან თანდათან წლიდან წლამდე დოზირებულად ტელეპროპაგანდისტული ტელევიზიებიდან და აგრეთვე სამწუხაროდ სასულიერო პირებიდან, რომლებიც უმეტესობა ან გავლენის ან პირდაპირი ასე ვთქვათ, წარმომადგენლები არიან იქიდან, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საყრდენი ჯერ კიდე კომუნისტების დროს იყო ეს რელიგიური სფეროც, იმიტომ რომ აი აქ ვიჭედებოდით ყოველთვის სხვათა შორის რა. იგივე აი ბიზანტიის პერიოდს შევადაროთ. ბიზანტია, აი მაჰმადიანებთან ეს ჩვენი ეკლესია, ბერი ყველა მობილიზებული იყო, სხვა აი ჩვენ მოხდა. მაგრამ აი ბიზანტიის დროს ზუსტად ანალოგიური რაღაც ხდებოდა. ვეღარ ერკვეოდა, იმიტომ ერთი და იგივე რელიგია, ერთი და იგივე მართლმადიდებლობა, ერთი და იგივე რწმენა. აი იქ იბნეოდა საზოგადოება, მაშინაც და დღესაც. და დღეს შეიძლება აი ამ ტვინდაბნელებულმა ადამიანმა რუსეთის რაღაცა სენტიმენტალური იქაური რომელიღაცა ადამიანის ჩაფხუტის ის აჩვენოს მერე და ეხლა გადის ხარის ამ Facebook-ზე რაღაცები, აი ეს სენტიმენტალურად აი რუსი დაიღუპა რაღაც ისმას. და დაღუპვაზე კი არის, აქ თავარი არის, რომ ესე იგი ვერ ვიგებთ გარკვეული ნაწილი მტერი ვინ არის მერე. და მოყვარი. ანუ პრობლემა არის აქ არა მარტო ეროვნული, ბატონ გიორგი, აქ არის სოციალური. ანუ სოციალური პრობლემა დგას. ჩვენ რუსი ერთია. რუსი აი იგივე მათ რო უთხრათ, ხა იმ დაწყებული ყაველაშვილი და დამთავრებული. ნუ მე რუსია და რო დაიგინა. მაგრამ მენტალიტეტით ეს არის რუსი საბჭოთა ადამიანები. ანუ სწორედ ეს არის, რომელიცაც არ უყვარს განსხვავებული აზრი, რასაც ეთყვიან ის უნდა ჩაზახოს და თვითონაც ასევე ითხოვს სხვისგან. და დემოკრატიას იმ სამყაროს, რომელსკენაც აი სწორედ ჩვენ ვცადეთ, წავიდეთ და საზოგადოების ის ახალგაზრდა ნაწილი ცდილობს რომ წავიდეთ. ეს არის დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციაზე. იმ ნაწამება იმას წარმოიდგინეთ იმ დროში ძველად ხო ამის გამო შეიძლება ინკვიზიციისას ცეცხლი დაეჭვი. იწვალა იმ საზოგადოებამ. ჩვენ როდესაც ჩიხში ვიყავით და ამას მიაღწია და ჩვენ ვცდილობთ ეხლა ფეხი აუბათ, მივიდეთ იქამდე. და აი ეს ორი ასე ვთქვათ ფენომენის შეჯახება არის. საბჭოთა ახლა პრინციპში არის გადამწყვეტი ბრძოლა. არ უნდა დავთმოთ. ამის დათმობა ნიშნავს, რომ იმიტომ არის დასავლური და რეალურად ვთქვათ, რომ ქართულსაც მიესადაგება ეს აბსოლუტურად ახალ დროებაში და მეორე მხარეს რუსული ჯერ კიდევ ძველ მონღოლურის საფუძველს დაფუძნებული რუსულ საბჭოთა ისევ რუსული ასე ვთქვათ იდეოლოგიასთან გვაქვს საქმე. ამის დათმობა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამოყოფთ თავს ისეთ ჩიხში, რომლისგანაც გამოსვლა ძალიან გაჭირდება. ამიტომ ბრძოლა ბოლომდე აუცილებელია. დიდი მადლობა. გოჩა საიდაძეს.